მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. დღის მთავარი თემა მამუკა მდინარაძემ თქვა, ეს არის ერთ წინადადებაში ვიტყვით. ადგილობრივ არჩევნებში 4 ნაცპარტია, ნაცები და მისი სატელიტები მონაწილეობას კი არ მიიღებენ თავიანთი სურვილის მიხედვით, არამედ ვერ მიიღებენ, ანუ დაანონსებულია, რომ კომისია არჩევნებამდე დაასრულებს თავის მუშაობას, გადაუგზავნის დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ზემოაღნიშნული ნაცპარტიების აკრძალვაზე და დიდი ალბათობით სასამართლო ამ საჩილს დააკმაყოფილებს შესაბამისად პარტიები აიგრძალება, პარტიის მოქმედ პირებს და ბჭყალებს გმირებს აეგრძალებათ პარტიული საქმიანობა ყველა გამომდინარე შედეგით. ეს არის სწორი ნაბიჯი, გაჟეჟილს ყოველთვის ჯობია გატეხილი და мотивация უკვე გითხარით ბიჭებო, ეს არის რომ არ დაღლისკუდი არ გასწორდა, ესენი არ არიან ოპოზიციონერები, ესენი არიან მოღალატეები, ესენი არიან მეხუთე კოლონის წევრები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას კი არ აწარმოებენ, არამედ მთელი ამ ხნის განმავლობაში და კომისიას უფლებამოსილება გაეზარდა 2012 წლიდან დღემდე, მაშინაც კი როცა ოპოზიციაში იყვნენ, ანგრევდნენ ქვეყანას, იღებდნენ დაფინანსებას მტრული ძალებისგან და ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის ჩათრევას ომში, უბედურებაში, სისხლისღვრაში. ეს არის მოკლედ ძალიან მკაცრი პოლიტიკური სტეიტმენტი და ერთი არგუმენტი კიდე ის იყო, რომ ახალგაზრდას, რომელსაც სურს რეალურად პოლიტიკაში ჩართვა, ამ 4 პარტიის შემხედვარი, რომელიც ამ გარე დაფინანსებებით არის ნაკვები, მუდმივად ანტი სახელმწიფოებრივ და სამშობლოსთან დაპირისპირებულ საქმიანობაში არის საკუთარ ხალხის წინააღმდეგ ჩართული, მათ შემხედვარე არც შესაძლებლობა და არც შესამითუმეტე სურვილი აღარ უჩნდება, რაც კლავს პოლიტიკურ ველის ოპოზიციურ ფლანგზე გასუფთავების შესაძლებლობას და იმიტომ გვაქვს ეს მყაყე რეალობა, რომ ოპოზიცია, რომელიც უკვე 13 წელი ერთი და იგივე სყვირის, ერთი და იგივე ცდილობს, შედეგს ვერ ახსოვს, მაგრამ მაინც არ იცვლება და მაინც ეს ოპოზიცია არის დღის წესრიგში. ხო, რეალურად რა არის, რომ 2012 წლიდან ვიდრე დღემდე ჩვენ მივიღეთ მართლა მეხუთე კოლონა სხვა სიტყვებით რაღაცა კომპრადორული ელიტა, სადაც დამპყრობელი როცა ჩადიოდა, იქაურ მოღალატეს რო პოულობდა, რომ თავის ხალხი გაანადგურებინოს და იმას უბრალოდ რაღაცა მედალს დაკიდებდა და ამას ესე იგი ჩაგრულ ტიპს რა. ჩვენ ვნახეთ, რომ უბრალოდ არ გამოდის ამათთან ერთად არანაირი ოპოზიციური საქმიანობის და პოლიტიკის წარმოება. ეხლა რატო? 2012 წლიდან რომ მოვუყვეთ, მე მახსოვს მაშინ პოსტივი ჯერ კიდე ინტერნეტ ტელევიზია იყო და მე და ბაჭო მაშინ ბლოგერს ვაკეთებ. რამოდენიმე ბლოგი მაქვს ფანტაზე გაკეთებული რა, რომ ამათ უხარიათ დოლარის კურსის ჩამოშლა. კი არა და ამათ უხარიათ დოლარის კურსი, რომ ლარი რო უფასურდება. ამათ უხარიათ ნებისმიერი მკვლელობა, ყველაფერი არის მათთვის ინსტრუმენტი, რათა შეასრულონ თავიანთი აგენტურული მიზნები და მისაღები. კოვიდი, მე მახსოვს სტიქიური უბედურება. კოვიდი რო დაიწყო, მთავარ არხის ჟურნალისტებმა როგორი სიხარული თუ ამცნეს, რომ პირველი ინფიცირებული გარდაიცვალა. არა, გარდაცვალებაც ალკე რა თქმა უნდა. ნუ ნახეთ, რომ ამ ადამიანებთან არ კიდე ყველაზე მთავარი რა არის. ჩვენ თუ სახელს არ დავარქმევთ, ეს არგუმენტი ამბერჯერ გამეორებია, მაგრამ ამაზე უკეთესია, მე არ ვიცი. ნახე, მკურნალობა იწყება ყოველთვის მას შემდეგ, როდესაც შენ დიაგნოზს დასვავ რა. ისე ვერაფერს ვერ უმკურნალებ. ჩვენ თუ არ დავარქვით სახელი რეჟიმს, თუ არ შევაფასეთ, რაც სრულად დასავლური მოდელია, იმიტომ რომ დასავლეთმა შეაფასა და რაღაც დროს 9 წელია კი არა, რაღაც დროს მაშინ 45 წელია და 40-იანი წლებია ხო. არ ხდება ეს, სანამ არ შეფასდება სამხრეთ ამერიკაში, ლათინური ამერიკის ის რა ქვია, ავტორიტარული რეჟიმები, რომ ანუ თუ არ შეფასდა, იქ ყოველთვის იქნება ეს სეგრეგაციული მომენტი და ჩვენ ასევე ერთი რაღაც მინდა რა ვთქვა, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი სისტემური დამნაშავეები. სისტემური დანაშაული კიდე სხვა რამეა, შეიძლება ერთჯერად დანაშაული რაღაცა პოლიტიკური კონტექსტის გამო, რომ ვთქვათ აღარ არის სიტუაცია, აი სხვადასხვა ფაქტორები, მაგრამ როდესაც სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, იქ არ შეიძლება წინააღმდეგ შემთხვევაში ეს განმეორდება სხვა დროსაც და
ჩვენ გვახსოვს აი ყოველმა მაგალითად მოქალაქემ გაიხსენოს უბრალოდ რასაც ეს ოპოზიციური პარტიები აპროტესტებდნენ ეს რეალური იყო ეს ხალხის გამხმოვანებლები იყვნენ თუ ეს იყო არარეალური რაღაცა სიგიჟე ხო მე უბრალოდ ჭარბი რეალობა აღვნიშნო შენ კარგი ტერმინია მე უბრალოდ მინდა აღვნიშნო რომ როცა გააგრძელეს ეს ძალიან ჭკვიანურად გააგრძელეს ოპოზიციაში ყოფნის ვადაც უნდა გამოიკლიოს ნაცმოძრაობის კომისიამ რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში კომისია და შესაბამისად ხალხი და საკონსტიტუციო სასამართლოც დაინახავს რომ როგორც ხელისუფლებაში ისე ოპოზიციაში არის ერთი და იგივე კონსტიტუციის მქონე შინაგანი კონსტიტუციის მქონე და ეს კონსტიტუცია სხვა არაფერი არ თორა დაანგრევა მოსპობა ქვაქვაზე არ დარჩენა აი სწორედ აი გინდ ხელისუფლებაში იყოს გინდ ოპოზიციაში ანუ უფრო მეტიც უფრო აი ეს არის მნიშვნელოვანი ეგ არ ზუსტად გქონდა გინდა ატომური ბომბი ააფეთქე და გინდა გავრილოვი ჩასვი სკამში ერთი პროტესტი ერთი რაღაც მინდა გკითხოთ გავრილოვი რო ჩაჯდა შეიძლება არ იყოს ასე ამო უნდა დაანგრევო ქვეყანა მაგის გამო გავრილოვი რო სკამზე დაჯდა მაგის გამო უნდა და ყველაფერზე ანგრევენ ქვეყანას რა აზრს დავასრულებ ესე იგი შესაბამისად აქ შინაგან ბუნებაზე modus vivendi და modus operandi ეგ არის ანუ მოწყობაზე შინაგან მოწყობაზე არის აი ამ ოპოზიციური ეგრეთ წოდებული პარტიების რომ გინდ ხელისუფლებაში იყოს და გინდ ოპოზიციაში მაინც ანგრევს ქვეყანას ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია მეგობრებო თუ ვინმეს არ ახსოვს ანუ ოპოზიცია არის საფადარიგო მაგრამ კიდე ერთხელ ეხა დემოკრატიულ სახელმწიფოში და დემოკრატიულ ქვეყანაში ის რომ ვიღაცა ის არის რა ქვია დესტრუქციული ქმედებებით ვიღაცა აზრი არ მოგწონს ვიღაცა არასწორად ოპოზიციონირებს და ასე შემდეგ მაგის გამო ხო არ აუქმებ იმის გამო რომ ხილებული არის სისტემურ დანაშაულში და ვერ შეირგეს რომ ხალხმა არავინ არაპატია რა და ვერ შეირგეს ესე ყოფნა პირიქით აი თუ გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ რო არის იქ ამბობს ან საინტერესო რამეს გვიმრაზეს ან თუ არ ვცდები რომ პირველად რო შევედითო ჩვენო პარლამენტშიო რაღაც ფანტანი იყო და წყლის ასარლებათო ისინი ვერ მოდიოდნენ რა ეშინოდათ და რო ნახეს რომ ჩვენ ესე არ მოვეკეცითო და რასაც ხალხს დაუკვირდით იქო პირიქით მე ჩვენ აღარ გვიშვებდნენო იქ ამაშია და ზუსტად ეგ პრინციპია ეგეთი როჟები არის მოდით ეხლა ჩვენ ორი სიტყვა თქვათ საგამოძიებო კომისიაზე უფრო სწორად საგამოძიებო კომისიაზე რა კუთხით დაიბარა თეამ და საგამოძიებო კომისიამ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ამა თუ იმ საქმეზე და ნაცები არ მიდიან მათ შორის არის არ მიდიან გასაგები უნდა გასცენ მამუკა ხაზარაძე არის ერთ-ერთი ისეთი ნაცი მონაცო ელემენტი რომელიც ასევე არ მიდის და ამის გამო სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა ამ ფაქტზე ერთ წლამდე არის პატიმრობა და ჯარიმა და დღეს დაიკითხა ხაზარაძე და მივიდა სასამართლოში თავის ამალასთან ერთად და განცხადებები არის ხაზარაძის თუ შეიძლება გაუშვით არანაირი დათმობა არ იქნება არ არსებობს დათმობა არ იქნება არანაირი დათმობა არ იქნება და იმ ცილის წამებაზე და აი ამ იმაზე ესე თქვა რასაც თქვენ კადრულობთ არანაირი დათმობა გინდა იმაში რა ქვია სასამართლო მომისაჯეთ და გინდა ესე რა ქვია საპატიმრო რა ამან ვის რა უნდა დაუთმოს ბიჭო ვიცი ჩვენ ეს დათმობის პოლიტიკა როგორია რა ამ ადამიანების რამე კიდევ ერთხელ თუ შეიძლება დათელყობ ადამიანები მოდიან და პირდაპირ ეთერში პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ეუბნებიან რომ რაც ისედაც ვიცოდით, მაგრამ აგერ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, კონკრეტული ადამიანები ამბობენ, რომ ციხიდან მიიყვანეს ხაზარაძესთან ბანკში და ხელბორკილებ დადებულებს გაუფორმეს კაბალური ხელშეკრულება და ეს ფაქტებითაც დასტურდება, ხო? ამაზე ხო უნდა გკითხო მამუკა ხაზარაძეს ეგრე იყო თუ არა? უნდა გკითხონ. და ის იძახის რომ ეს არის ცირკი და შაპიტო. ცირკი და შაპიტო საქართველოს პარლამენტი არ არის, შესაბამისად მოუწევს გაგულავება. შაპიტო არ არის ადამიანების რეალური ტრაგედიები, რასაც ჩვენ იქ ვისმენთ. ეს არის კონკრეტული დაზარალებულები, რომლებიც სოგმა ქონებით, სოგმა ოჯახის წევრების კი აგეს ამაზე ამ შედეგები მოიმკეს. შესაბამისად მამუკა ხაზარაძე ხა აქ ფორმულაზე რო ზის და დათმობაზე რო საუბრობს, დათმობა არ იქნება ზუსტად იმ ჩადენილი დანაშაულების მისამართით, რომელიც არის მათი ხელწერა და მათ კისერზე და ეს კაცი რომ მართალი იყოს, ნუ აი ხო ხდება აი ავტომატურად რო გეღიმება რა მამუკა ხაზარაძე რომ მართალი იყოს მაგას რომ ეს კაცი რომ მართალი იყოს ანუ მინიმუმ ცილის წამებაზე ხო უნდა უჩივლოს მაშინ
ვის? იმ ადამიანებს, კი ბატონო. ხო, რასაკვირველია. აბა ბიჭო, ხე და ფაქტია. რო გამოვიდნენ და ჩემზე რო თქვა, რომ ციხეში შემოვიდა, ქონება გადამაფორმებინა ვარ. ბოდიში, დიდი ბოდიში. არის ოფიციალური. არა, არის ოფიციალური სესხის გაფორმების ხელშეკრულება თარიღი და არის დაკავების ვადები. და თარიღი დაკავების ვადაშია და მე სხვა რამეს კი არ ვაუბრობ. პატიმარი შეიძლება მართლა არ იყო და ის ზოგი იყო. ხო, მაგრამ შეიძლება ანუ უყურე პატიმარ კაცს, პატიმარ, რომელსაც ამერიკული ციხის ფორმა არ ეცვა. პატიმარ კაცს, რომელიც მოიყვანეს დაუშვათ. მაგრამ იცოდა ყველანაირ. მის ჯილი არა აქთან. მისცეს ძალიან დიდი სესხი და კიდე ერთი მამუკა და მე არა ვარ ის ადამიანი, რომ ასო ოპტიმიზმით ავარ განწყობილი და ეხაც ოპტიმიზმით ავარ განწყობილი, რომ ამას გამოვასწორებთ. აუცილებლად გამოვასწორებთ, შემოვატრელებთ თლიანად. მაგრამ ამისათვის საჭიროა ახალი არჩევნები. ახალი არჩევნებია საჭირო ამისთვის, სამართლიანი არჩევნები. იქნეს მიღწეული მაშინ აი გაიწევს. გიორგი, ეს არის პროტესტის გაგრძელება და ამაში არ გულისხმობ რუსთაველის გადაკეთება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად სიმბოლური ამბავი და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ჩემი მეგობრები არიან ძალიან ბევრი და მაგრამ ეთავაზე შევთანხმდეთ. კონსოლიდაცია თუ არ მოხდა, მე ვერ ვიგებ ამ მეც ესე ვიყავი განწყობილი, თუმცა პოლიტიკაში არ ვიყავი, რომ პოლიტიკოსები არ მომწონდა. გასაგებია შეიძლება არ არის ეს კაი საქმე დაიშენე, მაგრამ კონსოლიდაცია თუ არ მოხდა. სათითაოდ ყველა ამბობს, რომ უნდა გავერთიანდნენ და რა საგიჟეთია ეს რანაირად გაერთიანდნენ ვისთან უნდა გაერთიანდნენ მკვდარს არ ეკიდება რა და ვისი ეგიდის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ ან რა პრინციპების ქვეშ უნდა გაერთიანდნენ გარკვეულ გახარია მოღალატე არის თუ არა მათი ჩვენთვის მოღალატე რო არის ვიცით მაგრამ შევიდა პარლამენტში არ გამოდის გარკვეულ კიდე მაგ გუნდში არის გახარია თუ არა ანუ თუ ერთობა არის საჭირო ერთობა დგება ამდენი ლაპარაკი ერთობაზე საგამოძიებო კომისიას მინდა მე ესე დაუკვირდე რომ მართლა ეს დღეები ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი და რეალურად საინტერესო რამ ხდება პარლამენტში რომელიც გადაიცემ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს დაჯდეს და ამას უყუროს და უნდა უყუროს ეს მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ რომ შენი უახლესი ისტორია არის და შენი უახლესი ისტორიის სახელმწიფოებრივი დანაშაულებები არის სადაც ერთი არის რომ აი ინდივიდუალური პირების და ოჯახების მიმართ სახელმწიფო რომელიც პარტია იყო მაშინ ნაციონალური მოძრაობის სახით რა ტიპის დანაშაულებს ჩადიოდა რა ტიპის ბიზნეს რეკეტი იყო როგორი ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ მაგრამ მეორე ნაწილი რაც არის ომის გამოძიება ეს არის 100-ჯერ დიდი მასშტაბის რამე იმიტომ თითოეულ ადამიანს ეხება თითოეულ ჩვენ ქვეყნის მოქალაქეს ეხება სადაც ბიჭო ისეთ რაღაცებს ვისმენთ რომ ყველას ხო კარგად გვახსოვს ის პერიოდი ის შოთა უტიაშვილის გმირობაც რომელიც დღეს გაიხსენეს პირდაპირ ეთერში რუსთავიორზე პროპაგანდისტვის რო გამოიყენა რომ აი ამ კუთხიდან შევაჩვენ ჯარ და აქედან დავაწყოთ და ასე აბსოლუტურად ყველა საწყისთა წერტილი ის ხო ძალიან კარგად გვახსოვს კაცო მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე რო გამოვიდა და მოსახლეობას კი მოსახლეობას მითი რა ქვია ჩანგლებით თხოვდა საზარეულოს ჩანგლებით და დანებით კი ბატონო ეუბნებოდა რომ გავეწიოს რუსეთის ჯარსო მიშაც ხო ძალიან კარგად გვახსოვს რა მდგომარეობაში იყო კეზერაც ყველა გაქცევაც გვახსოვს ყველაფერი გვახსოვს თელი 5 დღე თელმო ქვეყანას ვინც მას მოვასწარეთ ჩვენ თავზე გადავიტანეთ უბრალოდ ჩვენ არ ვიცოდით ეს შიდა დეტალები ხო ჩვენ არ ვიცოდით ეს დავალებები ჩვენ არ ვიცოდით შიგნით კოორდინაცია რასაც ბიჭო ყველაფერს დღეს ვიგებთ და რაც აუცილებელია რომ გაიგო შენ ისეთ თან ეს ხო არა მართლა 45 წელი ხო არ მე სოფლიო ომს ხო არ ერთი დეტალი ამისხოვანი გოგავა გენერალი რომელიც დაიკითხა დღეს და ერთ ეპიზოდზე შევჩერდები მხოლოდ კოდორის ხეობა რომელიც ჩაბარდა კითხა მას სოზარმა კოდორი მას ეხება ახლოს არის მასთან როგორც სულიერად ისე გეოგრაფიულად თავის სამშობლოა პრაქტიკულად და კითხა რომ ვინ გასცა ბრძანება ჯარიც გამოყვანაზეო და მე გავეციო და მოსახლეობის გაფრთხილება ვისი მოვალეობა იყო ჩემი და ვერ გავაკეთეო მარტო კაცი ვარ როდის იქნება გზაო ანუ ვერ გავაკეთეზე არის ევაკუაცია ვერ მოვახდინე აი უყურე როგორ არის მან ანუ კეზერაშვილის აბსურდული ბრძანება იყო ანუ მე სხვა შორის რა თქვა იცი აბა მე ყველა მიმართულება მებარაო გენშტაბის ხელმძღვანელი იყო და ვერ მივაქცია მას სახელმწიფო ხო ერთი ჯერ ეს ერთი როცა გაიცა ბრძანება და ეს ბრძანება მთავარსარდლიდან მოდის იქვე რატო არ მოაყოლა ბრძანება
ან წინათ არ გაუსწრო ბრძანებას მოსახლეობის შესახებ რა. იმიტომ რომ ფეხებზე ეკიდეთ. რასაკვირველი. ან მარტო გოგავას თემა არ არის, გოგავა აკენწლეს ახლა ამ თემაზე, მაგრამ სხვები სად იყვნენ? კი, ამაზე ანუ კიდე კარგი არის, კარგი მანიშნებელი არის რეაქცია. ლიბერალურ და ნაც ბაბულში, ანუ რა ისტერიკაც იქ არის ატეხილი, ეგ კიდე კარგად ცხადყობს, რამდენად რამხელა საჭიროება არის, რომ ეს კომისია არსებობს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება გაგრძელდეს და რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა დღეს მამუკა მდინარაძემ, რაც თავის ბრიფში აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს გამოძიება არ იქნება მარტო 2012 წლამდე, არამედ გაგრძელდება დღევანდლამდე. მოდი, აი ძალიან კარგი რაღაცა თქვა, მეგობრებო, ელენე ხოშტარიამ და ისევ თარიღების დაკიდების თემა აქვს ამ საცოდავებს ამათ თუ შეიძლება გავუშვით. რაც თავარია, პასუხისმგებლობა არსებობს პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ხედვა შესთავაზოს საზოგადოებას ამ ბრძოლის ანგარიში ჩააბაროს ამ ბრძოლის და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია რომ შინაარსით იყოს დატვირთული 31 შესაბამისად შესთავაზებთ რაიმე განსხვავებულ ხედვას ელენე შეგიძლიათ გვითხრათ მე არ გგთხოვთ კონკრეტიკას კიდევ ერთხელ არ მინდა რომ ხო შინაარსს აუცილებლად შევთავაზებთ, შინაარსი აუცილებლად იქნება, ამასთანავე მინდა ზუსტად ამის ხაზგასმა მინდოდა რომ ნუ ავწევთ ისე მოლოდის რომ 31-ში წყდება ყველა პრობლემა, 31-ში უნდა გავიდეთ, უნდა ვიყოთ ბევრი, მეორე მოდი სასაცილო რაღაცები გავუშვათ. გრიგოლ საკმარისი ანალიზი გავაკეთეთ, მშვენიერი. კონცეპტუალურ რაღაც შინაარსობრივი დიალოგები გქონდა, გრიგოლ გეგელია გაუშვათ, აი რას ამ კომისიაზე რა საგამოძიებო გეგელიაზე რომ ყოველთვის მაშველი რგოლია როცა ჩვენ სერიოზულდება და გართობის ელემენტი შეგვიდა ალეკო როგორც ცნობილი გრიგოლი ჯობია თქო გრიგოლმა რა თქვა საგამოძიებო კომისია და ამას ვუყუროთ აი მართლაც ცირკს და კიდევ ამ ცირკში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და ხელი მოვაწეროთ რომ აქ ვითომ მე ხა მე თუ დავჯექი კომისიის მაგიდასთან ბძნული სახით ახლა იქ სამართალი რაღაც ნათელი მოეფინება რამეს და სამართალი ახსოვდება როგორ შეიძლება ამის გაკეთება მე კი ვთქვი რომ მე არ ვასწავლე ჭკუას ეს ისე თემა მაგრამ ჩემთვის პირადად ჩემთვის ეს არის მიუღებელი იმიტომ რომ არც ერთი ფორმით სახელმწიფოს კაპიტულაციაზე და გადაგვარებაზე ხელის მოწერა ახლა მე რა მაინტერესებს კაი აი ნახე გრიგოლი ციტირებ მონებივით უნდა ვისხდეთ და უყუროთ ამ წერს აბა რა უნდა ქნა გრიგოლ აი რა გეგმა გაქვს სიტყვაზე აი რას აკეთებ თქვათ გადართავს რა ბოლო-ბოლო გადართავს ერთი მეორე გამორთავს არა გრიგოლისგან უფრო ძალადობრივი ქმედებები აიხვევს თვალზე არა ხმას გადატრია რევოლუციის სათავეში ჩადგება და ავანგარდში ხო ბიჭო გრიგოლ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ისე გული მწყდება ესეც ჩვენ მეცნიერ მუშაკი უნდა ყოფილიყავი და მართლა კარგი მომავალი გექნებოდა და კარიერა ეხა ხარ იმის რა ქვია ჯაყოში რო თეიმურაზია მამუკა ხაზარაძის პისბოი განათლებული არის ოღონდ გვარი არ აქვს თავადური მაშინ ბიჭო აქ ყველაზე სასაცილო არის ეგ რომ მამუკა ხაზარაძე დაბარების მერე მანდრაში ხო ჩავარდა რა ანუ ეს ხალხმა ისმინა ყველა მისაც რაც იცოდა უშუალოდ გაზარალებულის პირიდან და ეხა ხო მანდრაშია რა და ყველას აправებინებს რომ აი ეს კომისია არ შეიძლება რომ არსებობდეს ესაა ცირკი რაღაცები გაუშვა ეს პისბოი მეორე პისბოი ნახე? ვინ? ცოცარი. ვინ? ბევრია ეგეთი. ჰა? ალეკო. გვაქვს? არ ვიცი ალეკო გვაქვს თუ არა, მაგრამ ალეკომ გააძრო რომ კაროჩეო დრეებს ედავებიან ჩემ მამუკასო რა. დინდელ და რეებს ედავებიან ჩემ მამუკასო. აკო ბევრი პოლიციელიო და შეიძლება ეხლავე დაიჭირონ. ბიჭო თქვა ალეკომ კი ბატონო. ბიჭო, ტიპი არის რომელიც მამუკა ხაზარაძესთან ყველაზე ისე მეტად რაც დაგვაბახსოვდა ინტერაქცია იყო რომ მაგაზე რო აგინა გახსოვს? კი. სანამ ჯერ არ შეუძრებოდა, ვაზენი სანამ გადაისმევდა. რუსთავერზე რო დებატები იყო, რო წამოუხდა, რო იქ ციხეებში შედიოდიო, შენ და აფორმებინებდიო, ქონებასო. შენეკაცი არ ახარო და ხაზარაძე რო ეუნებოდა, რომ შენ რო ეხლა ვიზდავალებებს ასრულებოდა, რო გაიჭირდა. სტუდიაში რო დასხეს ერთმანეთს. მე რო თქვა რომ ბოდიში ძმაო, მაგაზეო, მაგარი არასწორად მოვივიდაოდა. დღეს ბანუ ეს არის მაქსიმუმ 4 წლისი, ხო? 4 წლის წინ ამას ჯეროდა და დარწმუნებული იყო იმაში, რომ საჯაროდ ეგ პრედია უნდა წაეყენებინა ხაზარაძეს, რომ შენ ხარ ის კაცი, ის ციხეში შედიოდა და აფორმებინებდი ძალით.
დღეს ანუ დაჩმორების და გაბანძების ხაზარაძემ რა გაუკეთა დაჩმორების და გაბანძების რამახელა შეიძლება ტიპს ეუბნება რომ ეხა შენ წადი და რაზეც მე მაგინებდი და ხალხს რა ზანახიათ ძალიან გახსოვს იმაზე თქვი რომ ეს არის აბსურდი შეიძლება ასე ითქვას რომ ალეკო რამე გეუბნებით ხო მიშას არ უქნია შეიძლება ესე თქვა და ბიჭებო ესეთი აზრი მაქვს შეიძლება თქვა თამამად რომ ალეკო ელისაშვილის გაფარჩაკების ოპერაცია ერთადერთი წარმატებული პოლიტიკური ოპერაცია რომელიც ჩაატარა ხაზარაძემ ოღონდ აი ძალიან ბაითების ახევა არა პოლიტიკური ოპერაცია ქონებების ახევა ბაითების ახევა და თავის მელკი პოლიტიკოსის რომელიც მას ურტყავს იმის გაფარჩაკება თურმე მაგრა გაკეთდა ნუ მოკლედ ნუ ანზოგადებ აპოეთის გამოუ არა ბიჭო პოლიტიკოსი ძალიან მეც ეგეც არც მელკის არც არა შალვა მე გეთანხმები რა შენ რაც თქვი ახლა რომ ერთადერთი ისეთ მაგარი პოლიტიკური შაგიც არის კიდე შეიძლება ითქვას ესე დაფარჩაკება ჯერ მან რა არის იმანაც ხელი უნდა შეგიწყოს რომ ესე დაგაფარჩაკებინოს ხო თავი ხა რაც უნდა მაგრა დაგეგმო რომ მე ხა ის მივიდა ძმა და ყველა ფლუიდი მიიღო ვაფშე რაც შეიძლებოდა ირაკლი პავლენიშვილი არის ძალიან საინტერესო ადამიანი იყო ყოველ შემთხვევაში და გაუშვი ხო კაი შერაში ყოზე აუცილებლად ასაში ჩავواردებათ იმიტომ რომ როგორც ისტორიას ვერავინ ვერ გადაწერა და როგორც მე და თქვენ კარგად ვიცით რომ ქაკუცა ჩოლოყაშვილი ყაჭაღი კი არა გმირი იყო და თავის მეგობრებთან ერთად რას აკეთებდა ეს ჩვენმა თაობამ უკვე სასკოლო სახელმძღვანელოებში ისწავლა და არა რაღაც ბაბუების მონაყოლი ჩურჩულით ისევე ეცოდინება ისტორიაში ნუ რამდენიმე წლის მერე და ისტორიაში ადამიანებს რომ 2013-2012 წლამდე იყო პირიქით წარმატებული საქართველოს შექმნის ეს მართლა ისტორიულად უპრეცედენტო მომენტი აღშენებლობის აი ხა აღშენებლობაზე ვიტყვი რომ გაცილებით მაღალი აღშენებლობა იყო უკვე ოცნების დროს მაგრამ მაგას თავი დავანებოთ ისტორიის გადაწერა არ შეიძლებოდა რასაც აკეთებდნენ მეგობრებო თავიდან ბოლომდე რასაც აკეთებდა სააკაშვილი იყო ისტორიის გადაწერის მუდმივი მცდელობები ჯერ დავიწყოთ იქიდან ისტორია იწყებოდა 2003 წელს საქართველოს ისტორია აღმაშენებელი რომ გარდაიცვალა ჩვენი მეფე და მიშა რომ მოვიდა 2003-ში აქ ამ შუაში არაფერი შუაში იყო ილია მარტო ილია იმიტომ რომ მაგასაც იმაშვებოდა რა არტიკულირებდა რა ეხლა ხო გახსოვს კაცო შეიძლება თავისთავად გვერდით დააყერა გამოკითხვაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველები არის გახსოვს ანუ ისტორიის გადაწერის ფაბრიკა ქონდა ეგრეთ წოდებულ ინტელექტუალებს თავიდან ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ თანამედროვე ფემინისტის ლიბერალის თუ ვოუკ ფედერალისტის ხედვით უყურებდა ახლებური ხედვით არჩევდნენ შუშანიკს მაგალითად აბოთმილელს ეს არ არის მოდი პირდაპირ წმინდა ნინოს არ არის ეს თავიდან ბოლომდე უხეირო უაზრო გადაწერა ისტორიის ანუ ვინც დაიწყო ისტორიის გადაწერა პირველი საქართველოს უახლეს ისტორიაში რა თქმა უნდა იყო აი ეს ტიპი და ვერ მოახერხეს გადაწერა მაგრამ ეხლა ვის ელაპარაკებს არა მე ხარ ელაპარაკე კიდე აბა მეტი რაც ოდნავ გინდა ისტორიის გადაწერის და რევიზიის ისინი მოუყვეთ კარგად ვის იდეოლოგიზება ისტორიის ხო და მოდი მარქსის ხო მოდი არა ირაკლი პავლენიშვილი სხვა შორის არ არის ამის ხის ცოტნე კობერიძე უნდა ვთქვა ეხლა ცოტნე კობერიძე ვთქვით თორე ისე კუდაბიჭია კი ბატონო ხო შეხედოთ ბოლო წლებს ვინ არის რუსეთის გარდა მაქებარი ამ სიტუაციის ცხადია იმას მოწონს ხო ის თulis რომ მისი პროპაგანდის გამღვიებელია ესეთი საკითხები ვიღა დაგილაპარაკება აწი სერიოზულად ესეთ ამბებზე რაც ხედავს რომ ეს ქვეყანა თვითონ ეძებს საკუთარ თავში რატომ მოხდა ეს კონფლიქტი რატო არის ის პამომზე პასუხისგებელი და დავივიწყოთ არავის სხვა ქვეყანა არ მოიკითხავს იმ დროს რა პარტია იყო და მე რა პარტია უყურებენ ქვეყანას ისტორიაც არ შეხედავ ეგრეს რომ შევინე პარტია არ მოგწონდა და იმაზე გინდა მიაწებო რომ ომი მისი იყო და რაღაცა შეთობა ჩემია ყველაფერი არის ქვეყნის ადამიანების და არ შემბადებ ისტორია ეგრე ანუ რას იძახის ცი ეს იძახის ეგეთ რაღაცას რომ თუნდაც დანაშაულები იყოს ჩადენილიო არ შეიძლება ამის გამოფენა იმიტომ რომ ნუ ეგ ხო ცნობილი თეზაა რომ არა ისტორიაზე რო ლაპარაკობს ხო ისტორიის მიმართულებით რაღაც მიმართულებით სწორია მაგრამ ხო და რა უყურე სწორი არის და მაშინ უნდა გავხსნათ ეგეთ რაღაცა რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში და სტრასბურგში ომის შესახებ დავები ძალიან დიდი წვალების ფასად მოიგო ქართულმა ოცნებამ და თეატრ ოკეანის ჩართულობით. რა თქმა უნდა. ისე რომ და რა იყო, რა დანატოვარი იყო ეგ, ანუ იმდენად
მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ქონდა თანხმობა გაცხადებული ხელი მოწერილი ნაცებს, რომ ამის გამოსწორება გახდა ძალიან რთული, მაგრამ როგორღაც მივახციეთ ამას და ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა ის, რომ ამ ომში საქართველოს როგორც ქვეყანა ოკუპირებულ იქნა. კი, ოკუპირებულ იქნა. ეს ერთი. მეორე, როდესაც ეგეთ რაღაცებს ვსაუბრობთ, ხო, რასაკვირველია, ეს ყოველთვის უნდა განიხილოს ქვეყნის ჭრილში და შემდეგ ეს კომისია არ განიხილოს ქვეყნის თემას, აქ განიხილოს კონკრეტული ადამიანების გადაცემებს და დანაშაულებს. ამ ქვეყნის ჭრილში განხილვაზე ამათ პირველ რიგში უნდა იფიქრათ, როდესაც მაგალითად კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი, იმიტომ რომ იმას ქვეყანას აძლევდნენ და არ აძლევდნენ ხელისუფლებას. როდესაც ესენი ამბობდნენ, რომ ეს იქნება ქართული ოცნების ხელში ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხს დააჯეროს რაღაცეებ. ანუ ოპოზიციაში წავიდნენ საკუთარ ქვეყანასთან, საკუთარ ქვეყანაზე ცდილობდნენ, რომ გამოეწვიათ საქსებული შეჩერებები, მიიღოთ ვიზოს შეჩერების დაწყების პროცედურა. პროცესის აღძრა, ხო. ტიპები ქვეყანას უპირისპირდებოდნენ ამ დროს. და ამას აправებდნენ იმით, რომ ჩვენ ქვეყანას კი არ ვებძვით კაცო. ჩვენ ოცნებას ვებძვით, რომელიც ეს მიიწერს ამ დამსახურებას თავის თავზე და ანუ ის თუ ქვეყნის თემა არის, ეს როგორ არ გამოდიოდა მაშინ ქვეყნის თემა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რა უნდა თამათ. მოდით ნუ იქიქებით, თუნდაც იქ რომ ჩვენ ამის შეცდომა დაუშვათ, ეს ქვეყანას ცხებს ჩირკს, მაგრამ უყურეთ როგორ არის საქართველოს უბრალოდ ვერ გაძლებს, მე პირობას გაძლევთ, მეგობრებო, ჩვენ ქვეყანა ვერ გაძლებს სიმართლის გარეშე. ყველაფერი იცის ამ ომზე, სამზარეულოში. ყველაფერი. ყველამ იცის რატომ დაიწყო მიშა მესომი. რატომ ჩაება ამ ავანტიურაში, იმიტომ რომ ძალიან სულად ჰქონდათ საქმე შიდა პოლიტიკაში და გამოდიოდა და დევნილებს და ხალხს პირდებოდა, რომ აი გაისა ძალიან მალე ჩვენ ცხინვალში, სოხუმში შევხვდებით. ეგრე იყო. და ეს ავანტიურაც ამის გამო მოხდა. ჩვენ კარგად გვახსოვს, ქრონოლოგიურად გვახსოვს და ყველაფერი იცის, არ არის ეს დაფარული რაიმე ჭეშმარიტება. ეხლა უბრალოდ ჩვენ ამ ჭეშმარიტებას ვამტკიცებთ. ვამტკიცებთ ჩვენებებით, ვამტკიცებთ დოკუმენტებით, ფაქტებით და რატო ვამტკიცებთ, იცი? პირველ რიგში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამის გამკეთებლები ხელისუფლებას არ უნდა გააკარო და მეორე, როცა ამბობს სიმართლეს და საჯაროდ ძალიან დაბალი შანსია სახელდების არ იყოს, ეს განმეორდეს. და მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ რომ 2008-ში ეს დანაშაული აქვს ჩადენილი, მაინც მიათრებდნენ ამ ქვეყანას ომისკენ. ანუ რეციდივი მოხდა. ეს ოცნების დამსახურებაა, რომ არაყვა დიფტეიც არაყვა. ერთი და იგივე აი ამაშია საქმე. აი ამაშია. არტივია და ახლა სახელი უნდა დაერქვას. კომპრომეტირებული ქვეყნის შეშლილი მანიაკი აგენტები. ხო და შესაბამისად ეგ არის და ეგ ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, ანუ რეჟიმის სამართლება ეგ არის. ჩვენ გვახსოვს როდესაც დაიწყო უკრაინა-რუსეთის ომი, როგორი იზოლაცია მოგვიწყო ეგრეთ წოდებულმა იმპერიოდის დასავლეთმა, როგორი შეტევა იყო ჩვენ პატარა ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ იქიდან გამოვედით უფრო ძლიერები, უფრო სუვერენულები და ამად ღირდა ეს ყველაფერი, რომ ზუსტად ამის გამოა, რომ ეხლა აი ეს გაყიდული ავანტურისტი ელიტა და აგენტურა ფსევდოელიტა შეიძლება ითქვას, ხო? არა, ხო, იქაურა ავანტურისტი გაყიდული ელიტა. როგორც ხედავ, ამად ღირდა რა ეს ყველაფერი. როგორც ხედავ, ეხლა ძალიან რთული პერიოდი გავია. ყურაშვილი დაიკითხება, სააკაშვილსაც მოუწევს, ну შეიძლება არ მოისურვოს, მაგრამ ბევრს მოუწევს, ზალით მიიყვანენ. მე არ ვიცი ზუსტად როგორ არის. ხო და მაგ არ მოისურვოზე არც ეგ არ ალბათ მაგას ამბობდი შეც რა არც ფერს რა არის, მაგრამ უნდა არსებობდეს რაღაც ახსრულების ბერკეტი, რომ ზალით ხო არ მოიყვანა. მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ეკუთვნის, რომ კითხვებზე პასუხი გასცეს, იმიტომ რომ მისგან დაზარალება და კონკრეტული ადამიანები. ჩასვავენ ალბათ. ხო, ну მაშინ ხო და მაგას ვამბობ რა, ახსრულების მექანიზმები უნდა იყოს ძალიან კაფიოდ განსაზღვრული და ყისიერი. ხო, მოდი ესე ვთქვათ, რომ ჯერ ეხლა დაიწყო კომისიამ მუშაობა, მაგრამ როგორც დღეს დინარაძემ თქვა, ეს ყველაფერი უნდა დაასრულდეს სექტემბერში დაახლოებით. მაქსიმუმ, იმიტომ რომ ოქტომბერში უკვე არჩევნებია და პირდაპირ ითქვა კაცო მართველი ძალის მიერ პირდაპირ ცალსახად არაორაზროვნად ითქვა რომ ეს პარტიები ვერ მიიღებენ, არ კი არა, მათი არჩევანი აღარ იქნება. ვერ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ აღარ იარსებებენ. საკონსტიტუციო სარჩელი დიდი ალბათობით დაკმაყოფილდება და ჩვენ უკვე ვხედავთ რომ საინტერესო პუნქტები ჩაიწერება იქ და ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, როგორც იქნა მეგობრებო, გათავისუფლდება პოლიტიკური ველი
და ადამიანები, რომლებიც არ არიან აი ამაში შემჩნეული, არ არიან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში შემჩნეული, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, ეს ადამიანები რაღაცნაირად იტყვიან თავიანთ სიტყვას და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პოლიტიკურ ველს ეყოლება ღირსეული ოპოზიცია. ღირსეულს იმას კი არ გულისხმობს, რომ ხელისუფლებას მოეწონება ეს ოპოზიცია. უბრალოდ ეს ოპოზიცია იქნება ასევე ქართული. ქართველებისგან შემდგარი ოპოზიცია იქნება. მეგობრებო, ჩვენ ამით ვასრულებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემას. ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით. ბედნიერ უიკენდს გისურვებთ. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრაზე. ახონც.